საღამოშიდობის ამოგესალმებით ჩემო ძირფასებო ეს ვისთავიორია მე პაატა გურიაშვილი გახლავართ და თქვენ უყურებთ ყველაზე სასაცილო გადაცემას ანეკდოტების შოუ ძალიან მაგარი სტუმრები მყავს ყველასთვის საყვარელი ადამიანები პირველ რიგში კაცები ნიჭიერი მომღერლები მოკლედ ლაშა ღლონტი და გია დავითიანი სტუდიაში ლაშა ღლონტი და გია დავითიანი ტყუპები არ არიან ამიტომაც ქვია ერთს ლაშა და მეორეს გია ლაშა და გია მომღერლები და ჯგუფ ალილოს წევრები არიან ოღონდ არ ფიქრობთ მხოლოდ შობის სინაღამეს მღერიანო როდესაც ერთად მღერიან ბულბულის ფსტვენა და შაშვის გალობა გეგონებათ გია 6 საათის მერე არ ჭამს და კარგადაც დაიკლო წონაში ხოლო ლაშას საათი გაუფუჭდა უცხოეთში ხშირად უწერთ სიმღერა მაგრამ ერთ ადგილზე ვერ ჩერდებიან და სხვადასხვა ქვეყნებში დადიან გასტროლებზე ანეკდოტებს კარგად მღერიან ჩემი თუ არ გჯერათ გიგის კითხეთ ალფაიძეს ეს რუსთავი და ანეკდოტების შოუა და ვინც ამ წამს გადმორთეთ ტელევიზორები მინდა გითხრათ რომ გაგიმართლათ კარგი სანახაობა გელოდებათ მოგზანდით აი მაგარი არაფერი როგორ ახართ გადასარევად როგორ მზანდებით ბიჭებო რა ვახართ თქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი მადლობა რომ მობრძანდით იმდენი საქმეებია თავზე საყრელი რომ გამონახე დრო და კიდევ ერთხელ გამიდექით გვერდში ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ნუ მოდი გია დავიწყებ შენგან როგორ ხარ ღმერთის წყალობით კარგად აი 100 წელი სვეგეთი პასუხი გქონდეს შენ ჩემო ლაშქო შენს კი რა ხდება მეც ნორმალურად რა ვიცი რა თუ არ ჩავთვლით წონის მატებას შენ როგორი ექიმობას იმიტო დაანებე თავი რომ სხვებისთვის რო არ გეთქვა რომ უნდა გახდეო რომ მე არ ეთქვა არა ექიმები იცი როგორ არიან ახლა კბილის ექიმს ყოველთვის კბილი უფრო ტკივა გულის ექიმს გულით ტკივა ანუ სხვას არ იგებენ ნაურია არა ეხა პაატას და ნიკას შოუში მყავდა ექიმები რა სტუმრად და ნუ ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად ორი შენ ხელა ასე რომ გული არ გაიტეხო და როცა მივდივარი იმასთან ყოველთვის მეუბნება ხოლმე რომ ცოტა მომატებული გაქონია ცოტა მიკვირს არ მიდე ხა გვარდასახელის თქმა ერთ ექიმთან ვიყავი ჩემი წნევების გადამკიდე და აბსოლუტურად სულ თქვა მიგრძალა რა ისე რა ცოტა ზედმეტად რომ თქვათ და ერთ-ერთ სუფრაზე მოხვდით საერთო ჩვენი საერთო სამეგობრო წრე არის რა და ზურგიდან მესმის აშკარად მისი ხმა, ბევრი ხალხი იყო და გვიან შევედი და დავჯექი. რა არჭამ არაფერი, რაღაცა კარტოფილებს ვახარშინებ, რაღაცა სუფრებს, აი დაურემილი რომ 6 თვე ესე უნდა, ნუ ხო ხდებით ეს რა არის რა. შენ წინა ცხოვრებაში ხო და ეხლა კი ხარ ბიჭაბათკანივით. 100 წელი მყავდე ხო და შეგენაცვალე გაწიე და კაი ყანწი აქვს მოგდებული რა. აი ისე მივედი რომ აი ჩამოცალა ბოლოწე და მე ვთქარ მე რატომ მიშნი შენ რატო შენ აქ შეიძლებაო მე ვთქარი მე მასეთი მაგ კვირაში 10 და თუ შეიძლება ხა და აი ესე რა ვიცი თვითონ ქეიფო მე თქვა ყველა კარგად დამყვებოს მაგრამ ცუც ხო არ გირჩე ეხლა კიდე ვთქვა გადავწყვიტე რომ აუზე იარო ხო ბიჭო მიდიხარ და მანქანას ვერ აჩერებ ვერასოდეს გაიგე აუზე უნდა ვიხვიდე თქვა ფეხით უნდა წახვიდე აუზე ფეხით ეხა ჩემი სახლიდან ფეხით რო წახვიდე მაშინ აღარ უნდა აუზე აღარ მინდა ხო მაშინ აღარ ხო აი ძალიან ისეთი რაღაცებია მაინც მე მგონია რომ მიზეზების ძებნა ხო რა თქმა ხო და აი აქ არის ყველაფერი თუ მინდომებ გააკეთებ მაგრამ როგორ ამასინათ ერთი ნაცნობი ყובה ექიმებთან დაკავშირებით ჩემი ექიმიო კარდიოლოგიაო და დამირეკაო და მითხრაო ღვინო არ დალიო იცოდეო და რა მოგივაო რა მომივაო რომ დავლიო შევეკითხეო და რა მოგივა და მოკვდებიო და 3 დღეში თვითონ მოკვდაო ხო ეგ არის მეგობრებო ესე იგი ჩვენი განაცემის ესები ხა ისეთ მაგრამ ვინც კიდე შეიძლება რომ არ იცოდეს უცბად ავხსნი ამბავს დღევანდელი განაცემის თემები გახლავთ ჩემ ძირფასზე ის რომ თხოვდა და ამას რო კიდევაც გამოიტანა ეკრანზე ღალატი, გურულები, ნადირობა, კახელები, სვანები, იმერლები, ექიმები, ავტომობილები, ექიმებზე ვისაუბრეთ და ოჯახი.
მოკლედ ეხლა რა ხდება ამბები, ანეკდოტი გაგებული თქვენ თავს რაც აი რას საოცარ ადამიანებთან გქონდათ მთელი თქვენი ცხოვრება და იღბლიანი ბიჭები ხართ ორივე და მართლა აი გულწრფელად ვიძახი გულიაშვილურად ვიძახი მართლა ძალიან მიყვარხარ. გაიხარე, ყოველთვის ვცდილობ ასევე ჩემო ოქრო. აი არასდროს რაც შემიძლია რომ გცეთ პატივი და არ დარჩეს ისე უყურადღებო თქვენდამი ჩემი ცხოვრება, იმიტომ რომ გაიხარე. მართლა აი არ ვიცი რა, რაღაცა არსებობს კიდე ისეთი რაც არის, რასაც ქმნით თქვენ გარშემო. ასე მგონია რომ ჩემს სათქმელს ლაპარაკობ შენს მიმართ ჩემო ოქრო ხარ და სხვათა შორის ლაშიკო რა უნდა გითხრა, ჩვენ რო კახეთში ვიქეიფეთ, ჩემ მეგობარ ავთო თარაშვილთან სულ მეხვეწება. აი გავამეორებო რა, გეხვეწებითო რა და მისი თამადობით ყველგან კახეთშიც, გურიაშიც, სამეგრელოშიც არავინ არ მინდა გამორჩეს იმერეთში არსებობენ ისეთი ადამიანები, აი მამაჩემ აიცოდა ხოლმე და უნდა თქვა რა ესა. არსებობენ ეგეთი ადამიანები, ვისაც აუცილებლად ერთხელ მაინც უნდა ესტუმრო რა. კი, საოცარი. გაიგო რაღაცა იქიდან ნაღდი ხომ მოდის რაღაც. საოცარი. იცი რა, არსებობენ ადამიანები, ვისაც შენი სიმღერა ჭირდება, ვისაც შენი ხელოვნება ჭირდება, იმისთვის რომ ბედნიერი იყოს, გამიგე და აი ესეთი ადამიანები გვიმრავლოს ღმერთმა, აბა მარტო რა გვამღერებს ახლა, ხო? თან ხო იცი, ისეთი კაცო ერეკლე მეფე დადიოდა ხოლმე შეძლებულ გლეხთან ამჯობინებდა ხოლმე მაგალითად გავიდოდა იქ ქიზიყისკენ რომ იცოდა იქ შეძლებული გლეხი რომ იქიდან გაეგო დაუშვათ იქ რაზე იყო საუბარი სხვა რაღაცა პრობლემები აი ჩვენ ამ დილემაში რო ვართ სულ ესე ტრიალებთ ციყვივით ხო იცი რა და ისეთ რაღაცებზე ლაპარაკობენ, მე ხვდები რომ ისმენ რომ აი ბიჭო ეს გენატრებოდა და თურმე ეს არის შენი წამალი რა. აი ისეთი ოჯახი ახლა ხიდის თავში გურიაში ოჯახში მოხვდი, აკადემიკოსების ოჯახი იყო რა ფაქტიურად, რა ვიცი რა. ან გლეხი რო შეხედავს ეგ ცას და სულ არ ჭირდება იმას ინტერნეტი და ამინდის პროგნოზი ერთკვირიან პროგნოზს დაგიდებს. ზუსტად რანაირი ის არის. ქუთაისში ვარ ამას წინათ ჩვენ მეგობართან ვიყავით წვეულება ქონდა და ეზოში სანამ შევიდოდით რაღაცას ყვება მე კი არ მიყვება ერთი უყვება თავის მეგობარზე რაღაცა იმან თქვაო რომ რაღაცას უყვებოდა მაიო და იცი თქვა მაიო რო არ გძერა ჩემიო და ვინო და ეგი რო არისო ბიჭო იმის ბიჭიო აკადემიკოსიო აკადემიკოსი რა მაგის პროფესორი არ მყავდეს კარგი მოკლედ ეს არის ჩვენი პლანშეტი თანამედროვეობას მიუყვებით ფეხთაფეხ უნდა ამოატრიალოთ ეგ მეც თულად გავერკვიე მაგაში თითი გავუსვი ლაშიკო და მე ისევ ისე დადე როგორც იდო და ნახოთ შენი თემა რა მოვა და ამ თემაზე უნდა განვავრცოთ ისტორია იქნება თუ ამბავი თუ რა ვიცი ანეკდოტი თუ გურულები სხვანაირად არ ცველოდებოდი ოპა გურულებიო რაღაცები გექნებათ თქვენ ცინცხალ კარგი რაღაცები აი ხა მაგრა გამიხარდა რა ხა უყურებდი რაღაცები ყველას უდიდეს პატივს ცემა რა გურულები მაინც განსაკუთრებულად და მე მოყვები ერთ ისტორიას რა მე ეს ანეკდოტები ცოტა იშვიათად კი რა თქმა უნდა უკეთესი გადახდენილ ისტორიებს მოყვები ვარ 19 წლის ახალი ჩამოსული ვარ თბილისში გამოვყევი ქართულ სიმღერას ქართულ ხმებს გოგი დოლიძეს ზაურ ბოქვაძეს გურამ თამაზაშ ამ ადამიანების ეიფორიაში ვარ რა და ვარ ბედნიერი და დავდივარ ამ თემებზე რაღაცა და აჩიკო ყენია იყო ძალიან მაგარი ბიჭი რა ლიზა ყენიას მამა საოცარი ადამიანი და მირეკავს რა ახალი შემოსულია ეს ტელეფონები დიდი სიმენსები რო იყო ხო იცი ხელები რო იყო და მე მქონდა რა პაციენტმა მაჩუკა ერთი ცალი რა ხო და ამირეკა აი ექიმი ყოფილხარ ბიჭო ისიც გექნა პარალელურში რა ხო და მაჩუკა ხო და მირეკავს აჩიკო და მეუბნება რომ ისა ზაურიკას უნდა შენი ნახვაო რა რაღაცა მოусმენია და მოეწონა რაღაცა მივედით ვიკეიფეთ გავიცანეთ და ზაურა მეუბნება რომ ზაურიკა მეუბნება მოიო ერთი პეროვსკაია მანახე რაო რა აი პეროვსკაია ყველა მაშინ პეროვსკაიაზე იყო ჯაზ კლუბები სპორტების ისინი ხო ეგეთი ქუჩა აქტიური ეხლაც არის მაგრამ მაშინ იყო ვისა პირველი
ხო და წავედი ფეხით გევისეირნოთო და ავდექით სუფრიდან საღამოა, უკვე საღამოს ხანია და მე და ზაური და მე ლეგენდა კაცი და ვიყურები ასე გამართული ნეტა მიყურებდეს ეხა ხალხი და ჩემზე ბედნიერი არავინ არ იყო რომ მივდივართ ფეხით იმაზე პეროვსკაიაზე რა ამ ლეგენდა კაცთან ერთად და თავი მგონია ასე ავიცი რა 64-ში რა რაღაც ესეთი ისე და შევედით ბარში ერთ-ერთ ბარში შევედით და ოფიციანტი დგას, აშხვართალებულია ბიჭო ნაომი კემბელის სტანზე დგას რა, სასწაული გოგოა რაღაცნაირი. ზაურიმ ჩამოასხა კონიაკი პატარა ჭიქით დამისხა, მე თვითონ დიდით დაისხა და ვზივართ ეხა რა, ვსხედავთ რა და რაღაცას იმშოვი და ეს უყურებს ახლა ამ ოფიციანტს და შეტრიალებულია ეს გოგო ზურგით, გავიგე? და საუბრობს ტელეფონზე რა, ძალიან ლამაზი ტანი აქვს, აშხვართალებული და ტელეფონზე ლაპარაკობს და ზაური თავისთვის ქირქილებს რაღაცებს ბიჭო აი გოგო ამ სიმაღლეზე იჭერს აი მობილური ნეტა რა მაღალი გოგოა რაღაცებს თავისთვის გადაობს და იმაშობა და მოტრიალდა ეს გოგო და რამდენათაც მაგარი ტანი ქონდა კატასტროფული სახე ქონდა რაღაცა საშინელება და ზაურას ჭიქა გაუვარდა ხელი და აგი ერთმა დაიწყო და მეორემ დაამთავრა მაგარია. კარგია, კარგი, საოცარი ვინმე იყო რა. აი ეს ისტორია ჩემი თვალით რაღი. კი ბატონო. აბაგია. გურულები. გურულებზე მოვყვეთ, ხო? მე მაგავს ჩემის დედულეთი არის საჭამიასე. აჰა. და ხშირად გვიწევდა იქით ბავშვობაში ყოფნა. ხო და ესეთი ანეკდოტია გურული თავის ყანაში თოხნის რა. ხო. და ვიღაცა უცხო გამოჩნდა. უცბად და არ მიესალმა და იქით მეზობელს ვიღაცა იონიე უყვირის და ამას ეწყინა რომ არ მიესალმა გურიაში ხო იცი საათში ერთხელ ესალმებიან ერთმანეს და ეს ისევ თოხნის და ეს გუნებაში ფიქრობს ეს ვიყოფილა სალამი არ იცის და ესეთი რაღაც ნაწყენი სახით ეს კიდე ყვირის იონიე აი ცოტა ზევით არის ეს სახლი ეზოა წინ როგორც არის გურიაში მოკლედ გასკდა ყვირილით რა და ამან თოხნის დროს ახედა ესე და ვერ გააგონებ მაგასო და გააგრძელა თოხი ამან იფიქრა ყურში დააკლდა ალბათო და მოუმატა ხმას იონიე უყვირის და კაცო ხო გითხარი ვერ გააგონებ ხმასო და კიდე თოხნის რატო ვერ გავაგონებო რა ბათუმში წავიდა ამ დილას კარგია. კარგები ხართ, მაგრები ხართ. სასწავლები არიან გურულები, ხო გეუბნები რა, იქვე ისეთ რაღაცას გეტყვიან. აი ხა გამოვიარეთ, მივდივარ და ძალიან დანგრეული გზაა სოფელში და გამოვიდა გურული ასტრას ეწევა რა. ხო და ტილნაშ გააცვია ასეთი რაღაცა და ვერ წახვალ მაქანე მეუბნება და რაფერ ვერ წავალ მეუთხარი მაქანე იმისანა გზაა კატაიმტროვა. კატაიმტროვა წარმოიდგინე არა ხო მაგარი. უცებ მოახერხა და ისეთი რაღაცა. არა ძალიან მაგრები არიან. სასწაული ჯოს. ეთარხმები. გია აიღე პლანშეტი და შენ გაუსვი ახლა ხელი და შენი თემა ვნახოთ და მე გავაგრძელოთ. 200 არის მაგამ ბავში გურულები თან ძალიან საყვარელი ხალხია რა. ავტომობილები. აბა გახსენდება რამე ავტომობილებზე. შენ წინასწარ ენამ გიყივლა ესე ავტომობილით მოვდიოდიო და აი ნახე. დიახ. ავტომობილებზე შენი მიწა-წყლიდან წარმომადგენელი კახელი კაი ბიძასის და ხო ტრანსპორტში გადის და ავტომობილი და მოტოციკლეტი სხვა ავტომობილი არის ტრანსპორტი. გამყიდველია რა მოტოციკლეტების რა და კახელი ბიძა თან პახმელია ეთყობა და რაღაც თლემს და რაღაცა და შედის კაცი და ეუბნება რომ ისაო შენი ჭირიმეო ერთიო რა კაიო მაგარი მოტოციკლეტი ამომირჩიეო რა და იქ მოტოციკლეტები არის ეტლიანი უეტლო და ასე შემდეგ ალაგია და ამა ნახე და რომელი გინდა ბალღო მარტო რომ აიკვდე თუ ოჯახიანთ რომ ამაიწე კარგია
აბა ავტომობილებზე, ახლა თლათ ავტომობილებზე არა, მაგრამ ტრანსპორტზეა რა. ძირითადად ტრანსპორტზეა. ეხლა როგორ რაღაცა, იცი ჩვენ ეხლა ალილოს ბიჭები ხშირად ვქეიფობთ, ეხლა ალილოსთანაც ისეთ ცალკეც რაღაცა და ძირითადად პურმარილები არის რესტორნებში რა. რესტორნებში არის ხოლმე და ძალიან მოგვენატრა ეს ოჯახის პურმარილი, გაიგე? ოჯახში ხო აი რაღაცა სხვა ურთიერთობები რაღაცა და ერთ მაგარ ოჯახში მოხვდით და ივე ჭერის ახთა მიდის სერიოზულად და მეც დავლი ახლა იშვიათად სვაო რა და დავლი და ყველამ დალია რა. ვიკავებთ ხოლმე თავს, იმიტომ რომ ყოველ დღე ასეთ სიტუაციაში ვართ და არ ვსვამთ ხოლმე, მაგრამ ხანდახან ხო არო გაგეხსნება და რაღაცა და ბოლომდე და ბიჭო, დილით ვარ წასასვლელის რაღაცა დასავლეთში კონცერტი გვაქვს, ზუგდიდში თუ რაღაც არ მახსოვს ზუსტად რა და რო გავიღვიძეთ, ხო, ისეთ სიტუაციაა, რომ მანქანაზე ვერც ერთი ვერ ვჯდებით რა, ჭკუაზე არა ვართ, არც ერთი ადეკვატურები არა ვარ და ერთმა ამოილიღლუღა რომელიღაცა მოდი ვიქირაოთო რა, ისაო რა, სამარშრუტო ისაო რა, რაღაცა ვიქირაოთო, გიამ გადარეკა, გადმორეკა მთელი ამბავი და ერთი კაი კაცი, ლამაზი, საყვარელი ადამიანი, ქართველი კაი კაცი, მძღოლი თავისი გაწკრიალებული იმით მარშრუტკით რაღაცა შევიკრიბეთ ძლივს რაღაცა 2 საათის მერე და ჩავსხედით. მე ვზივარ წინ და არაადეკვატურია არც ერთი ხმა არის მის ჩამიჩუმი վել ლაპარაკ მოძრაობები შენელებული მოძრაობები აქვთ რაღაცა იქეთ-აქეთ ზოგს ზინავს ზოგს რაღაცა და მეც აი ძილბურანში ვარ რაღაცა ისე და გორს რო გავწდით იქ რაღაცა რო არის გასაჩერებელი ვიღაცა მამოილუღლუღა რო ან ყავა ან ლუდი მაინც დავლიოთო რო რაღაცა ისაო და კაი და გავაჩერეთ ეხლა და ჩამოვდივარ მეც რა და შევდივარ ბიჭო და შემხვდა ვიღაც კაცი რომელიც არის ძალიან ნაცნობი სახე აქ რა და რაღაცა ვერც გავიხსენე ვინ არის რა ეს კაცი და აი ძალიან მინდა რომ გავიხსენო და მოვეფერო რა კაი ხასიათზე ვარ თან კი ვარ გათიშული რაღაცა და მინდა რომ უთხრა რა რომ აი და რაღაცა და შემოვატრიალე და საიდან მეცნობი მეთქი რა რო კითხე და მეო მარშრუტკის მძღოლი ვარ მეთქვა ურაბა ბევრი დაგილევია თვა თან წინ ვიჯექი ასე ხარ სულ უყურები მაგარი გადასარევი ეხლა შენ უნდა გაუსვა ხელი და დღეს ესე გადავწყვიტე რომ განაჩენს გამოვიტან ბოლოს სამივე რაუნდიდან შევაფასებ და ისე გავყოფ თანხას აბა ვნახოთ ეხლა მეორე რაუნდი როგორ გაგრძელდება და როგორ წავა ნუ ოპა აბა ეხა სვანებზე აბა ძალიან ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა იმიტომ ახლა სვანებზე გიას უპირატესობა აქ მოყვება სვანებზე და მე კიდე გიაზე მოყევი არა მე კიდე სვანებზე აიც ეხა ჩემი ისტორიები არ მაქვს ეხა სვანეთთან ისეთი კავშირი არ მაქვს ახლა გიას გარდა და აი როგორი რაღაცა იცი ანეკდოტებს ვიცაც არ ვერ ვიმახსოვრებ ისე მაგრამ ერთი მაგარი ამბავი არის ჩემი ახლობელი არის რა ექიმიკაცია რა ის ჩემი კოლეგაა და მეზობელი მოვიდაო სვანიო და რამე გამაყუჩებელი ნიმესილი ხო არ გაქო და რა რადგინაო ეს ნიმესილიო და ფეხსაცმელი ვიყიდე და მიჭე. არ ვიცი ხა იმან მოყვა მართალია თუ არა არ ვიცი. მაგრამ კაია. გამაყუჩებელი არა გაქვს ექიმთან მივიდა მეზობელი. ნიმესილიო მომეციო ფეხსაცმელი. კარგია, აბა ბატონო დავითიანო რას მოყვებით თქვენ? ესე იგი სვანმა მეგობარს უთხრა რომ სახლი იყიდება მაგარიო. ხო. და წამო განახო, შეხო ეძებს სახლსო და წავიდნენ, მოკლედ ავიდნენ ადგილას, სადაც ეს სახლი იყიდებოდა, საკუთარი სახლი, თავის კარმი დამოთი და ეძებენ და აიღალა ეს ტიპი მანქანით ატარებ ეს არის არა ეს არ არის ეს არც ეს არ არის კი მაგრამ სად არისო ეს სახლი რა არის სვამე შეხედა ეთყობა გაყიდეს კარგები ხარ გია მიდი მოკიდე ხელი და გაუსვი ხა შენ გაუსვი და გამაუსვი აჰა გადმოატრიალე ეგ ლაშიკო და ისე დადე ვარ დაინახოს ოხ არა რეკლამა იმერლები ეხა იმერლების ამბავი არის ეხლა გურულები ბატონო იმერლებიც მაგრები არიან აბა გისმე მოკლედ იმერელს მანქანა დაეჯახება რა ხო
და ფეხებს მოტეხავს რა. ხო. და მოკლედო 100,000 უნდა გადამიხადო, ისე დღეში ჩამაგდეო რა. ხო. 100,000 რა ამავე მილიონერი კი არა ვარო. აბა მე რა ფეხა ვიყავი რა დამამტვრიეს ფეხები. კარგია. ესე იგი ხარტი იმერული. ესე იგი ეხლა მოვდივარ ქუთაისიდან, ისეთი ოჯახიდან, ისეთი სიტუაციიდან, რომ აი იმერეთზე, ნუ ქუთაისზე საერთოდ ჭკუა მეკეტება რა და მინდა მოვიკითხოთ. ის სიყვარულით, ჩემი იმერეთი, ჩემი ქუთაისი და ავიც სულ სიყვარულს უხსნი და კიდევ აუხსნი დიდხანს. ეხლა იმერლებზე რაც შეეხება, რა მესუნ მართალი ამბები ვიცი ძირითადად და მე ვყავს მაკაცი გოჩა მეგრელიშვილი საოცარი იუმორის პატრონია, მე მოიწვიათ აქ აუცილებლად, იმით კომოქცემ კოორდინატი. კი, აუცილებლად რა სასწაული ენა აქ ამ ადამიანს და ნამდვილ ამბებს ყვება და მან მომიყვა ასეთი ამბავი სამტრედიაში არის ერთ-ერთი სოფელი რა. კომუნისტების დროინდელი მას გიყვები რა, ძველი და შუკები როა დანგრეული გზები და რაღაცა რო არის და მოტოციკლეტებით რო დაქონდათ მაროჟნი, სამტრედიის მაროჟნი, ხო გახსოვს აგურჯანის ნაყინი სამტრედი და ძალიან იშვიათობა იყო ელოდებოდნენ ეს ისინი რა ქვია ამ მაროჟს რა არისო ახლა ისეთი ფუქუნება ბავშვები და იყო მთელი ამბავი რაღაცა და ერთი მოსახლე ცხოვრობს და სახლის წინ აქ ორმო იამას რო ეძახიან რაღაცა ორმოა რა ხო და ბიჭო ეს რომ მოდის ეს მოტოციკლეტი ხო იმორბოს ჩქარა თუ არ გადაუარა ხო და ინგრევა ის მანქანა და ის მოტოციკლეტი და ჩქარა უნდა გაიაროს რომ გადააფრინდეს რამე და რამდენი მოვა მაროჟნი და გამოვარდებიან ესენი იმდენი დაგაზავს ეს და წავა რა გაიგე და ცდება ამასთან ჩემიან უმაროჟნოთ ესენი რა ხო და ხო და ერთ-ერთი რიგითი გამოსვლა გამიგე და გამოვიდა ეს კაცი ახლა რა ბავშვები წუწუნებენ რომ აი მაროჟნი ვერ ვიყიდეთ რაღაც და გამოვიდა და ამან მაროჟნი და ჩაუქროლა რა კიდე და გვახარბებს თუ რა შობა აიდე დააფეთქე კარგია ბიჭებო დიდი მადლობა ეხლა რაც შეეხებოდა თემების არჩევას მოურჩით ეს ორი რაუნდი მესამე რაუნდი გახლავთ თავისუფალი თემა აი რასაც ფიქრობთ რომ ყველაზე მაგარი ბომბა ისტორია რო არის აი რომ მაგიდასთან სუფრასთან რო შედვართ ხოლმე და ვიტყვით აი ესეთი რო არისო რო ვიცით აი მე არ გამიგია აი რაც გაგახსენდებათ მოყევი ხო აი ხა ასე ბომბა არა ბომბათ ვერ ვაყალე აი უცებ რაც მომივიდა ეხლა საგრიმეოროში ვიყავი და ზური შეხვდა ნიჟარაძე რა ჩვენი ძმა ხო ზურიაზე გავახსნა ალბახარ იცი უცებ ჩაგიდა პირველ კურსზე რო ხარ რა ესეთი დავალება გაქვს ანბანის მიხედვით არის მეტყველების სავარჯიშო პირობითობით უცბად რომ მიხვდეთ ან ალვახარ ტანადობით რომ ეს გამოკვეთო ბან ბულბულს მიგიგავს ენა ეს აზე ჩერდებოდა იხოცებოდა ხოლმე სიცილით მთელი ჯგუფი ხო იცი ან ალვახარ და ზურია ტანადობით ალვახარ ტანადობით კაცი ვერ აგწელებდა იმას ხო და რაღაცა იცი სერიალია რა ერთ-ერთი სერიალია გადის და როგორ რაღაცა იცი პრესტიჟული სერიალია რაღაცა და მიმიწვიეს ამ სერიალში ტაბურეტკის როლზე რა რაღაცა ისა თხოვეს მეგობრებმა და ეხა პოპულარული სერიალია რეიტინგულია ძალიან და იქ იმის ბუჩქის როლშიც რო იყო კაი რაღაცაა გამიგე ხო და მივედი და ახლა ნიგზიანი ბადრიჯის როლში ვარ რა სუფრასთან ვზივარ რაღაცას ვღერი რაღაცა ისეთი მიასე ხარისხოვანი როლი მაქვს რაღაცა და მოდივარ ბიჭო გახო და ყმაყოფილი ვარ ახლა კაი რაღაცა კაი სიტუაცია და ზურია ხდება ნიჟარაძე და ბიჭო ზურიკო მე ვთხარი ბიჭო ძალიან მაგარი სერიალია მეთქი რა თან არც ერთი სერია ნანახი არ მქონდა მაგრამ ვიცოდი რომ რეიტინგული იყო თან თინეიჯერებში და იმაში გამიგე და ზური მე ვთხარი ბიჭო მოდი რა მე შენი ნიჭის ამბავი ვიცი და ვეთყვი ამათ მე ვთხარი და იქნება რამე როლში და რაღაცა თურმე მთავარ როლში ამ სერიალში ასზე არ ვიყავი. ჩაგიწყობ მეთქი რაღა ნაცნობები. აგერ ვარ მე კაც. მეორე ისტორიას მოყვები ბარებ და დაგანებებს. კი ბატონო. ესე იგი ყავს ერევანში ძმაკაცი ძალიან მაგარი, კაი სომეხი ბიჭია, მაგარი ჯიგარი არის. აქ დაბადებული გაზრდილია და მე გადავიდა იქეთ ცხოვრობს რაღაცა იქეთ-აქეთ და ვაუ, მეგობრობთ რა და
დილიჟანში დამპატიჟა რა. ჩავედით და საოცარი იქ სევანზე თევზი ისინი ესენი ყველაფერი სასწაული რა, მაგარი მასპინძლობა იციან და დავჯექი ეხა რა, ერთი ქართველი ვარ და ჩვენი სომეხი ძმები არიან 25 კაცი რა, ხო რა. ეხლა იმგენმა არიციან რომ მე გიტარაზე უკრავ და რაღაცა მღერი და რაღაცა ისეთი მომენტია და წავიდა კეიფი რაღაცეები და ამან უთხრა რომ გიტარას მოვატანინებო ამათ მარიციანო და ერთი ჩაატარეო შენ რო იცი ისე მეთქი აზია ლაპარაკები თან ნაყლაპში ვარ და მოიტანეს გიტარა და ქართული, ინგლისური ყველაფერი ვიმღერე აბსოლუტურად რაც იქეთ სომხური რაღაცები გავაკეთე და გაგიჟდნენ ესენი და ერთი ტიპით გება და მეუბნება და მოდის და შენ ისე მაგრად მღერიო ვიღაცა წინაპრებში სომეხი აუცილებლად გეხოლება გრიჯავენ აი კაური და მაგრები არის იუშა აბა მოკლედ ბათუმში ვართ რა ხო ამასინად მოყვეს ეს ისტორია და მართლა კაი ისტორია გამოვიდა ბათუმში ვართ 100 წლის იუბილეა გოგი ცაბაძის მაზანას ორკესტრი თელე ამბავი სრულდება და არის გენერალური რეპეტიცია ხო აჩიკო ბერიძე ყველას მოგეხსენებათ ჩვენი ბულბული და იქ ხა აჩიკო ამ არჩევნებთან დაკავშირებით რაღაცა ვერ მოასწრო რეპეტიციებზე მოსვლა და პირდაპირ გენერალურზე მოვიდა და ერთ საათში კონცერტი იწყება ხო იქ ერთი ადგილია ნაწარმოებს ვერი ვართ სადაც პირველები უნდა შევიდეთ რა ხო ხო და მაზანამ ორკესტრი გააჩერა ამ სიმღერის დროს და აქო ეხა პირველები შედიან და რომელი შეხვალთო აჩიკო შენ შეხვალ თუ გია შევალ მოილაპარაკეთო თქვენ ერთმანეთში და რომელსაც გაწყობთ პირველი იმღერებთო ამ ადგილასო და აჩიკოს მოუბრუნდი მე და შემეთქე ხა პარლამენტში შედიხარ და აქ მე შევალდი გაიშალა რეპეტიცია და აიხოცეს აჩიკო ჩვენი ძმა მეგობარი მაგი იყო იმაზე საბურთალოზე იყო ვაზის ფესვები ეგეთი რესტორანი გახსოვს როგორ არ გვაქვს სუ ადრე რა იქ გავიცანი სწორედ მე აჩი იქ მივედი მე და მაშინ მიმყავდა დილის გადაცემა რო იყო ანეკდოტები მიმყავდა ხოლმე 8 წელი დავამყოფდი დილით ადგომებით ნაბახუსევის გამო თორე ხალხი მთელი ცხოვრება მათ მუშაობს და იქ ნახე ბიჭები ერთხელ მივედი კეიფობენ გიტარაზე და მე მეგონა რომ კეიფობდნენ თუნე მუშაობენ და მაშინ მე ამასინად გავახსენე რომ მე წამოვიყვანე ტელევიზიაში რა და დილის გადაცემაში ვამღერე მაშინ სტუდენტები იყვნენ და ისეთი პერიოდი ქონდა ცხოვრების რომ ძალიან თან მოკლედ წარმატებები ჩვენს მეგობრებს ყველას გაიხარ პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ რომ მობრძანდით თქვენი დრო დაგვითმეთ არათუ სარგებლობებით უარს და ჯანმრთელობა მინდა ბიჭებო გისურვოთ დიდხანს იყავით თქვენ ვინც გიყვართ ყველა მაგრად ყავდეთ რაც გამჩენმა მოგცა ის წუთი სოფელი როგორც გვიყვარს ერთმანეთი ესე მიგვატანინოს ბოლომდე გაიხარე ჩემო რაც შეეხება თანხას არსებული ჩვენი კაპიტალი არის 350 ლარი გასათამაშებელი იყო ანუ პირველში 50 თამაშდებოდა მეორეში 100 და მესამეში 200 გავყოფ შუაზე ნახევარი თქვენ არა სამზე გაყავი სამზე რადგან აჩიკოსაც ასე უთხრა რომ შენ პარლამენტში შედიხარ და მე დავიწყებო ვამღეროთ გია დღეს ხო შეიძლება და შენო დაისინო დღეს შენ ხო არ გეწყინება ძალიან არა გენაცვალე გია გვიმღერე და დავემშვიდობებით შენი სიმღერით ჩვენ ძირფას მაყურებელს რაც შეეხება ახალ პრემიერას პაატას და ნიკას შოუში გელოდები და მოგვეც პირობა რომ იმღერებ ჩვენთან ერთად. აუცილებლად. მარტო კი მე ვისმენ მაგიდასთან, მაგრამ იქ მინდა სახალხოთ. კარგი, გემშვიდობებით, მადლობა ბიჭებს და გიტოვებთ გია დავითიას სიმღერით. დროებით.